ძირითადად აი დაპყრობის დღიდან ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობას და კიდევ უფრო ადრე, აი მას შემდეგ რაც მფარველი დაირქვა რუსეთმა სახელად ესე დემოკრატიული ნიღაბით შემოვიდა საქართველოში ერთმორწმუნეობის ნიშნით, მას შემდეგ ყოველთვის დროის იდეოლოგები, ესენი იყვნენ ცარისტული თუ საბჭოური იდეოლოგები, მუდმივად იყვნენ დაინტერესებულები ხაზი გაესვათ ორი ხალხის ერთიანობისათვის, მათი ერთიანი ისტორიისათვის, ურთიერთსაჭიროებისათვის და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. რომ ქართველი და რუსი ხალხი წარმოაჩინონ ერთ სულად, ერთ ხორცად, რაღაცნაირად ესეთი ფუნქციაც დააკისრეს მათ, რომ მათ არ ჭირდებათ მებრძოლი საქართველო, მათ არ ჭირდებათ მოწინააღმდეგე ქვეყანა, მათ ჭირდებათ ერი, რომელიც ჩათვლის მათ მფარველად, უფოზმად, მეგობრად უმღერებს, უცეკვებს, რაღაც ანეკდოტებს მოუყვება, გააცინებს. ეგზოტიკური. ხო, და სამწუხაროდ ჩვენ ამას ვიღებთ ხოლმე სიამოვნებით, ხშირ შემთხვევაში და ამის სიქეთ გვავიწყდება რამდენი სისხლია ჩვენს უკან დაღურული, იმასაც კი ასაღებენ, რომ თითქოს რუსეთი უბრძოლველად შემოვიდა, მას არ ქონია წინააღმდეგობა, პირიქით ეს იყო ქართველი ხალხის მოთხოვნა და დიდმა რუსმა ძმამ დააკმაყოფილა ჩვენი ეს თხოვნა, ჩვენი მეფის თხოვნა, ამით აუბრალოებენ ნებისმიერ ადამიანს დაწყებული ხელმწიფიდან, ჩვენი საამაყო ინსტიტუტიდან, ბაგრატიონებიდან, მოყოლებული რიგით გლეხამდე.